თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ლოცვად ვდგებით, როდესაც უფალს ვადიდებთ, როდესაც საკუთარ თავს ქრისტიანს ვუწოდებთ, ეს თავის თავში მოიცავს ჯვარს. ეს თავის თავში მოიცავს ყველაფერი ეკლიან გვირგვინს. ეს მოიცავს იმას, რომ რა გზას ქრისტემ გაიარა, თითო ის ჩვენც უნდა გავიაროთ. სხვანაირად არ არის. აი როგორც ქრისტეს თქვათ, ახლობლები ეჭვით უყურებდნენ, ხო? იცით თქვენ, რომ თავის ძმებსაც არ ჯეროდათ მისი თავიდან. ხო? იოსების შვილებს. მათაც კი არ ჯეროდათ თავიდან მისი. ისინიც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ. ესე შემოქმედავენ ჩვენც ეჭვის თვალით. როგორც ქრისტეს შეურაცხყოფდნენ, ისე უნდა შეურაცხყოფ ჩვენ. და თან უმთავრესი რა არის, რომ აი ამ დროს, როცა ესე იქნება და მოხდება და აუცილებლად მოხდება. სად გამოვიცდებით, იცით, მეგობრები ვართ ქრისტესი თუ არა? ისეთ პასუხს გავცემთ თუ არა, როგორც ქრისტე აძლევდა. ისე მოვითმენ შეურაცხყოფას, როგორც ქრისტე ითმენდა თუ არა. მიხვდით ხო, აი ეს არის ქრისტიანობა, სხვა კი არაფერი. ანუ ქრისტიანი არის ადამიანი, ვინც სახარებას კითხულობს. ზედმიწევნით იცის იესო ქრისტეს ცხოვრება, ზედმიწევნით იცის მისი სიტყვები, მისი საქმეები. და თავის ცხოვრების გზაზე, როდესაც მსგავსი რამ შეემთხვევა მას, მოიქცევა ისე, როგორც ქრისტე იქცევა. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ჯვარი. თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს თუ არ გავიაზრეთ, მაშინ დამიჯერეთ, რომ საკუთარ თავს ვიტყუებთ. კიდე ერთხელ გავმეორდები და ამით დავასრულებ. ჭამასმით, კეიფით, დროსტარებით, კაი ჩაცმადახურით, მოსვენებით, სასუფეველში კი არა, ამ ქვეყანაზე არავის არაფერი არ მიუღწევ. და ჩვენც ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიფიქრებთ, რომ ესე რაღაცა იქნება. მხოლოდ ჯვრით შეიძლება ადამიანი ცხონდეს. რატომ არის ეკლესიაში ყველგან ჯვარი როა გამოსახული? რატომ არის ყოველ ნაბიჯზე ჯვარს ვისახავთ თითოეული ჩვენთაგანი? სწორედ ამიტომ, რომ შეგვაგონოს. ამით ხო ვიგონებთ, ეს ჯვარი ხო მხოლოდ ფორმა არ არის. ჯვრის ფორმა უამრავ სხვა კულტურაში იყო და არის დღესაც. ჯვრის ფორმა უამრავ დიზაინში გამოიყენება. თუ ჩვენთვის ჯვრის ფორმა მხოლოდ ეს დიზაინია, მაშინ კი ბატონო. მაგრამ ესე არ უნდა იყოს. კი, თანამედროვე ადამიანები ჩვენ ძალიან ზედაპირულები გავხდით და მართლაც ჯვარს მხოლოდ იმიტომ ვისახავთ, რომ აი ეს რაღაცა დადგენილი წესი არის. თორე სინამდვილეში თითოეული ჩვენთაგანი ხო როცა ჯვარს ისახავს, ქრისტეს ნებას უნდა იხსენებდეს და უნდა იხსენებდეს, რომ მეც ამ გზაზე უნდა დავიდგე. იმიტომ რომ ადამიანი ჯვარს რო ისახავ, ბუნებრივად უნდა გიჩნდებოდეს მოწიწების და მოკრძალების გრძნობა. იმიტომ დაადგინა ეკლესიამ, რომ იატაკზე ჯვარი არ დახატო. რომ ფეხი არ დაადგა და არ გათერო. ის რითიც შენ ახარ გამოხსნილი. ეს უნდა ახსენდებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს, როდესაც ჯვარს ვისახავთ.